დღეს პირველ სხდომას გამართავს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც წინა ხელისუფლების პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეისწავლოს. სხდომა საორგანიზაციო ხასიათის იქნება. საგამოძიებო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა იყო წარსულში და კონკრეტულად 2003-2012 წლებში. საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს, შემდეგ კი დასკვნასა და რეკომენდაციებს პროკურატურას გადაუგზავნის. თამარ ციკლაური შემოგვერთება დეტალებით ახლა აღია ეთერში. თამარ, გისმენთ. პრინციპში უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უკვე დაიწყო მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. ამ წუთებში მიმდინარეობს სწორედ პირველი სხდომა. აირჩიეს უკვე კომისიის თავმჯდომარე, კომისიას უხელმძღვანელებს კომისიის წევრების გადაწყვეტილებით თია წულუკიანი და აირჩიეს ასევე კომისიის მდივანიც, რომელსაც ამ შემთხვევაში ეს კვოტა მისცეს უკვე ოპოზიციის წარმომადგენელს ამ სხდომამ კომისიაში. ეს არის სოზარ სუბარი. როგორც ითქვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ კომისიის მუშაობა, როგორც კომისიის წევრები ამბობენ, ვინაიდან როგორც ისინი ამბობენ, მნიშვნელოვანია, რომ გაეცეს იმ კითხვებს პასუხი, რომელიც არსებობს სწორედ 2003-2012 წლებში მოქმედი პოლიტიკური ძალის თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებებს და ამბობენ, რომ ამ კომისიის მიზანიც არის სწორედ ეს, რომ დაიდოს ერთგვარი დასკვნა, შეფასდეს 2003-2012 წლებში რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ წარმოებული საქმიანობა, ჩადენილი დანაშაულები და ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ ეს ფაქტი. უნდა ითქვას ისიც, რომ თავად კომისია დღის განმავლობაში ასევე განსაზღვრავს კონკრეტულ დღესწესრიგსაც თუ რა მიმართულებით როგორ იმუშავებს უკვე კომისია. უნდა ითქვას ისიც, რომ კომისიაში განსაზღვრული არის სულ 10 კვოტა, აქედან 5 კვოტას იკავებს ქართული ოცნება, ხოლო 5 არის განსაზღვრული ოპოზიციისათვის. ამ შემთხვევაში ოპოზიციიდან 2 კვოტა ათვისებული აქვს სწორედ ხალხის ძალას, 1 კვოტა ევროპულ სოციალისტებს და 2 ადგილი ამ შემთხვევაში არის თავისუფალი, ვინაიდან ვიცით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე არ მუშაობენ საკანონმდებლო ორგანოში. ვიცით, რომ მათ ნაწილს უკვე შეჩერებული აქვს მანდატები, თუმცა ამ დროისათვის ამ კვოტას არ ითვისებს არც გიორგი გახარიას პარტია, რომლებიც ამ დრომდე ფორმალურად რჩებიან კვლავ საკანონმდებლო ორგანოს წევრებად. მნიშვნელოვანესი იქნება თავად პროცესი ამ კომისიის მუშაობის, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა და რა თქმა უნდა საბოლოო დასკვნა, რომელიც აუცილებლად უნდა დაედოს საფუძვლად ამ დამნაშავე რეჟიმის კოლექტიური ნაცმოძრაობის დასრულებას ქართულ პოლიტიკაში, ისევე როგორც გერმანიამ და მისმა სახელმწიფომ დაისვენა და განვითარება დაიწყო ნაციონალ-სოციალისტური პარტიის აკრძალვის შემდგომ, როცა ნიურნბერგის პროცესი ჩატარდა, ასევე უნდა მოხდეს ქართულ პოლიტიკაში კოლექტიური ნაცმოძრაობის ჩამოცილება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ეს პროცესი იქნება ღია დაინტერესებული პირებისათვის, ისევე როგორც დღევანდელი სხდომა, მათ შესაძლებლობა ექნებათ ხალხური ადევნონ ამ კომისიის მუშაობას. კიდევ მნიშვნელოვანი მიზანი და შედეგი ალბათ ამ კომისიის მუშაობისა და დადებული დასკვნისა უნდა იყოს ის, რომ საქართველოში აღარასოდეს გამეორდეს ის, რაც ხდებოდა 2003-2012 წლებში, ეს იყოს გაკვეთილი ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, რომელიც არის მომავალში საქართველოში და იმ ადამიანებმა, ვისაც არ ახსოვს 9 წლიანი რეჟიმის დამოქმედარი, ხელახლა ან დაინახონ და შესაბამისი შეფასებები გააკეთონ. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლა, ეს არის როგორც კომისიის წევრები ამბობენ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი, ასევე აი მუშაობის განმავლობაში, როგორც კომისიის წევრები ამბობენ, კომისიის სხდომებზე მოსვლა და კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევთ მათ შორის წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. იმ შემთხვევაში თუ კი ეს ადამიანები იტყვიან უარს თანამშრომლობასთან დაკავშირებით, კომისიის წევრები ამბობენ, რომ მათ ამას ავალდებულებს კანონი და შესაბამისად კანონის ვალდებულებიდან გამომდინარე მოუწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. საერთო ჯამში უნდა ითქვას, რომ მაქსიმუმ 6 თვის განმავლობაში უნდა იმუშაოს კომისიამ. პირველ ეტაპზე ეს იქნება 3 თვიანი პერიოდი, უკვე შემდეგ თუ კი როგორც კომისიის წევრები ამბობენ, თუ კი გახდა საჭირო, გაგრძელდება ესვა და კიდევ 3 თვით, აი ამ მაქსიმუმ 6 თვიანი მუშაობის შემდეგ კომისიამ უნდა დადოს დასკვნა საქმიანობის თაობაზე და რომელსაც ასევე გადაუგზავნიან საკანონმდებლო ორგანოს, განიხილავენ სესიაზე და არ არის გამორიცხული, რომ როდესაც საკანონმდებლო ორგანოც განიხილავს ამ საკითხს, უკვე საკითხი ასევე დასკვნა გადაეგზავნოს სამართალდამცავ უწყებებსაც.
მადლობ თამარ ციკლავრი საუბრობდა ღია ეთერში.